ბოლო წელიწადზე მეტია 100-ზე მეტი მოქალაქე აღმოჩნდა ციხეში, მათ ბრალად ედებათ აქციებში მონაწილეობისას, ზოგს პოლიციელზე თავდასხმა, ზოგს მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ზოგს ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობა თუ ორგანიზება. ამ ადამიანების დიდ ნაწილს აერთიანებს ერთი რამ, აქვთ ანტირუსული განწყობები, ანტიავტორიტარული განწყობები და ქართული ოცნებისადმი კრიტიკულები არიან. მათი საქმიანობის სფერო თუ საცხოვრებელი გარემოც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება, არიან როგორც სტუდენტები, ისე მასწავლებლები, ექიმები, ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მათ შორის, რომელიც მედიას წარმოადგენს. ყველა ეს ადამიანი მიიჩნევა პოლიტპატიმრად და ისინი სასჯელს იხდიან იმის გამო, რომ საკუთარ აზრს და საკუთარ პოზიციას, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკული იყო, აფიქსირებდნენ ღიად და დაუფარავად. ბევრ საქმეში არსებული მტკიცებულებაც იმას აჩვენებს, რომ ფაქტობრივად არაფრიდან არის თეთრი ძაფით შეკერილი საქმეები. რეპრესიების სხვაგვარიც არის, მათ შორის იქნება ეს ჯარიმები, ადმინისტრაციული პატიმრობები, რომლებსაც უკვე ვეღარც დავითვლით, იმიტომ რომ ყოველდღიურად აკავებენ და აკავებენ ადამიანებს გზის გადაკეტვის გამო და ის კანონებიც, რომლის მიხედვითაც ადამიანებს აკავებენ, არის მიღებული გასულ 1 წელში. მათ შორის იქნება ეს ნიღბით სახის დაფარვა თუ სხვა და სხვა. ბევრნაირი რეპრესიული კანონი მიიღეს, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა და მიუხედავად იმისა, რომ ასობით ადამიანია დაჯარიმებული, ასობით ადამიანია დაკავებული, 100-ზე მეტი ადამიანი სისხლის სამართლის წესით, პროტესტი არ წყდება, ყოველდღიურად რუსთაველი იკეტება და ადამიანებმა აჩვენეს ორგანიზების ძალა. მაშინაც კი, როცა 50-ზე მეტი ადამიანი ადმინისტრაციულ პატიმრობაშია წასული, სხვა ადამიანები მათთან აცვლებენ და ისევ მთავარ გზას კეტავენ. დღეს დღევანდელ პოდკასტში ვისაუბრებთ დევნასა და რეპრესიებზე, მათ შორის განვიხილავთ საბჭოთა პარალელებს და ჩვენი სტუმარი იქნება ერთი მხრივ აქციების აქტიური მონაწილე და მეორე მხრივ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი რუსუდან კობახიძე, რომელთან ერთადაც განვიხილავთ მიმდინარე დევნასა და რეპრესიებს. უკანონო პოდკასტის ეპიზოდების ნახვა შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს საღამოს 7 საათზე. დიდი მადლობა, რომ გვისმენთ. მადლობა სტუმრობისთვის და პირველ რიგში გკითხავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ საბჭოთა ისტორიას იკვლევთ და საბჭოთა გამოცდილებას იკვლევთ და მეორე მხრივ პრინციპში პროტესტში აქტიურად ხართ და ყოველდღიურად აქციაზეც ხართ და ისედაც ალბათ ინფორმაციას მუდმივად ამ ინფორმაციის ნაკადში ხართ. რამდენად ფიქრობთ, რომ რელევანტურია აი იმ ისტორიული მაგალითების დანახვა, როცა დღევანდელ დევნასა და რეპრესიებზე გვაქვს საუბარი, ან რამდენად რელევანტურია, როცა ჩვენს თვალწინ ხდება ის, რაც ერთხელ უკვე გავიარეთ რა. მოკლედ, რამდენად რელევანტურია ის შედარებები, რაც შეიძლება ისტორიულ გამოცდილებასთან გქონდეს. მადლობა. იცით რა შეასაქმე ვიტყოდი, რომ თან რელევანტურია და თან არა. და რატომ? იმიტომ რომ ის ჩვენი დღევანდელი რეჟიმი იყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს ფაქტიურად დახვრეტის გარდა, რასაც იყენებდა, თქვათ, საბჭოთა რეჟიმი. ეს შეეხება პროპაგანდას, ეს შეეხება, თქვათ, დაჭერებს, ეს შეეხება თავისუფალი სივრცეების აკრძალვას და მაგრამ არ არის რელევანტური, იმიტომ პირველ რიგში, რომ დახვრეტები ეს არის მთავარი რეპრესიების მასობრიობა, ეს არის მთავარი ღერძი, მთავარი ძალისმიერი მეთოდი, რამაც შეიძლება გააჩეროს, თქვათ, პროტესტი. მეორე, რატომ არ არის რელევანტური, რომ დღეს არის 21 საუკუნე, გახსნილია საინფორმაციო სივრცე და არ არის ასეთ
ჩაკეტილ სივრცეში დღეს საზოგადოება ინფორმაციული თვალსაზრისით როგორც იყო საბჭოთა დროს და მესამე იმიტომ რომ დღევანდელი საზოგადოებას აქვს უკვე 35 წლის ავად თუ კარგად მაინც დემოკრატიულ გარემოში ცხოვრების გამოცდილება და ის არის უფრო მედეგი თქვათ აი ამ საბჭოური რეპრესიების მიმართ. ამიტომ ვიტყოდი რომ გავს ძალიან მეთოდოლოგიით, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით მიმაჩნია რომ მიუღწეველია მათთვის ეს შედეგი, რაც თქვათ მათ საბჭოთა დროს მიაღწიეს. მე კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, მაშინ საქართველო როგორც ასეთი ცალკე დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობდა, ის იყო საბჭოთა სივრცის ნაწილი, ის იყო რუსეთის ასე ვთქვათ წითელი იმპერიის ნაწილი და რუსეთის რესურსები გამოიყენებოდა როგორც ტერიტორიული, იმიტომ რომ ვთქვათ გადაგასახლებდნენ გულაგში, ასევე ეკონომიკური და დღეს ქართულ სახელმწიფოს არანაირი რესურსი არ აქვს ასეთი მასობრივი რეპრესიების წარმოების, აგერ ნახეთ ჩვენ რომ 11 ადამიანი რომ დაიჭირეს დილის 4 საათამდე ისხდნენ მოსამართლეები და განიხილავდნენ ამ საქმეებს. ანუ იჭედებიან, ხო, აი როგორც გაიჭედნენ ვთქვათ იგივე ჯარიმებში და ანუ ბევრი ფაქტორია, რაც ხელს უშლის მათ პროტესტის ჩახშობაში. მაგრამ არ არის ალბათ განსხვავებული პრინციპში ძალიან ბევრი მსგავსება ჩემი დაკვირვებით ეგრეა და ძალიან ბევრი მსგავსება არის იმაში რა ენას იყენებს რეჟიმი ქმედებების გასამართლებლად. კი ბატონო, მაგრამ ნახეთ სხვათა შორის ახლა პროპაგანდაზე მაქვს ლექციები და იქ ვეკითხებოდი სტუდენტებს, რომ როგორ ფიქრობთ ეს პროპაგანდა ვთქვათ მუშაობს? ნუ ყველა მითხრა რომ მუშაობს. და მე დავშვით ძალიან მარტივი შეკითხვა, რითი ვზომავთ რომ მუშაობს? აი ვთქვათ რაღაც სოფელში ვიყავი ჩასული, იქ ასე ფიქრობენ, იმედს უყურებენ, აქვთ გავლენა, იქ ვიღაც ჩემი ნათესავი რაღაც. მაგრამ მე ვთხარი, ეს არ არის გაზომვა არის კვლევებით და ნუ პირდაპირ კვლევებით ჩვენ პროპაგანდის შედეგებს ვერ ვზომავთ, მაგრამ ირიბად ჩვენ შეგვიძლია თქვათ სოციოლოგიური კვლევები ავიღოთ და სადაც 80% მოსახლეობის ევროპას უჭერს მხარს, იქ ესე იგი ეს პროპაგანდა რომ რაღაცა ევროპა ყნის და იქ რაღაც ბავშვებს სკეს შეუცვლიან, ფაქტია რომ არ მუშაობს, ხო? ანუ არ არის ეგ ის მუშაობა, როგორც მუშაობდა საბჭოთა კავშირში. აი თორემ ეს ლექსიკა და პროპაგანდის ენა და მეთოდები პირდაპირ აქვთ შეიძლება გადმოღებულიც არა, უბრალოდ ეს მენტალურად ერთნაირი არიან. შეიძლება ესე შესწავლილიც არ აქვთ, რომ ვთქვათ, როგორი ლექსიკა, როგორი ტერმინოლოგია, როგორი კლიშეები, როგორი იარლიყები გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირში, მაგრამ ნუ ერთ-ერთშია, იმიტომ რომ ნუ ზუსტად იგივე ხალხია თავისი ასე ვთქვათ წყობით, შინაგანი წყობით. ხო, ნუ ეგ ცალსახად ეგრეა, მაგრამ აი მაინც მიუხედავად იმისა, რომ საუბრობთ, რომ რაღაც დრო შეიცვალა, ინფორმაცია ბევრად სწრაფად ვრცელდება, ალბათ ალტერნატიული ინფორმაციის წარმოებაც ხალხს ბევრად მარტივად შეუძლია და სოციალური ქსელები ყველას აქვს. ამის მიუხედავად, აი რამდენად შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი ეს რაღაცა ტალღა, რომელიც არ ჩერდება და მუდმივად გრძელდება, საბოლოო ჯამში რაღაცნაირად გახვრეთს თუ დაიმორჩილებს ამ წინააღმდეგობას რა. აი მაგის შანსებს რამდენად ხედავთ? ან მაგის საპირწონედ რა დგას, ანუ ერთი ცოცხალი ჟინი დგას და ხო როგორია ეს პროცესი, როგორ ხედავთ პროცესს ან აი იმ მედეგობას რაც არსებობს? მე მგონია რომ ჩვენი დაჟინება უფრო გახვრეთს მათ ასე ვთქვათ კედელივით დგომას, ვიდრე ისინი შეძლებენ ჩვენი წინააღმდეგობის დამარცხებას და რატო? იმიტომ რომ აი ხა იმ დღეს ვფიქრობდი, რომ აი წვიმა რომ მოდის, შენ თუ არ გინდა რომ დასველდე,
შენ უნდა ჩაიცვა საწვიმარი დაიჭირო ქოლგა, ხო? ანუ შენ ამის მიმართ უნდა გახდე მედეგი. წვიმა კი არ უნდა არსებობდეს, ასე ვთქვათ, ხო? არამედ შენ თუ არ გინდა რომ შენში შემოაღწიოს თქვათ ამ ინფორმაციულმა ნაკადმა შენ უნდა გახდე მედეგი და ამიტომ ვამბობ რომ პრინციპში ჩვენ უნდა გავხადოთ არის რაღაც დიდი ნაწილი მედეგი მაგრამ ჩვენი მიზანი არის არა ვთქვათ მოსპობა იმედის პროპაგანდის პოზიტივის პროპაგანდის ეს არასდროს არ მოისპობა ყოველთვის იარსებებენ ასეთი ძალები უბრალოდ ჩვენ უნდა გავხდეთ მედეგები ამის მიმართ რატომ არის რომ თქვენზე ჩემზე არ მოქმედებს ეს პროპაგანდა ძალიან ბევრ ადამიანზე არ მოქმედებს ვიღაცაზე მოქმედებს იმიტომ რომ ის არ არის მედეგი ამის მიმართ ხო ანუ ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ და მე მგონი ამ კუთხით თვითონაც ჩვენ ვირად ვმუშაობენ იმიტომ რომ ისე გადაღუნეს ეს ჯოხი რომ ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი უკვე შეშფოთდა უკვე ანუ ხოცებს გულისხმობდა, ახლად განხოცებულებს, ძალიან ბევრი ადამიანი შეშფოთდა, იმიტომ რომ რეჟიმმა ისინი გამოიყვანა ეგრეთ წოდებული მის კომფორტის ზონიდან. კომფორტის ზონიდან გამოიყვანა, იმიტომ რომ აქამდე რატო არავინ არ იღებდა ხმას, იმიტომ რომ წყნარად ცხოვრობდნენ, ყველაფერი იყო, იქ ევროპაში სტადიონდნენ, ანუ არ ემუქრებოდათ არაფერი და დღეს აი ამ რაღაც გიჟურმა რბოლამ აი ამ პროტესტის წინააღმდეგ და მერე უკვე შიგნით აი ამ დაჭერებმა უკვე ადამიანებს შეუქმნათ რაღაცნაირად განცდა რომ არც ისეთი მყარი არ არის ნიადაგი რომელზეც ისინი დგანან და ამიტომ უკვე შეიძლება ისინი პროტესტზე არ მოდიან მაგრამ უკვე გრძნობენ საშიშროებას და ეს თავისთავად ჩვენ ასე ვთქვა, ჩვენთვის კარგია. მეორე რაც არის, ეს არის ჩვენი სოლიდარობის, ჩვენი ბრძოლის უწყვეტობა და ამისგან აი მარტო ეს კი არ არის რომ დგავართ თქვა რუსთაველზე ამდენი ხანი არამედ რა შექმნა ამან როგორ გაზარდა ამან საზოგადოება როგორი სოლიდარული გახადა ერთმანეთის მიმართ როგორი თვითორგანიზების კულტურა გაგვიჩნდა როგორ გავუძელით რუტინას თქვა ხო იმიტომ რომ რუტინის გაძლება ბევრად უფრო რთულია ვიდრე თქვა წყლის ჭავლის გაძლება იმიტომ რომ იქ რაღაც ჰეროიკული ისა გაქვს რომ აი შენზე მოდის და ესე რომ არაფერი არ ხდება და გახარყინვაში ეს აღმოჩნდა რომ უფრო ძნელი იყო ვიდრე ეს ამიტომ მე მგონია რომ სწორ გზას ვადგავართ რა შეიძლება იყოს ახალი თქვათ ფორმები არ ვიცი მე ახლა არა ვარ პროტესტის წინამძღოლი და არც თავი ერთი ჯარისკაცი ვარ და ეს ძალიან მიხარია რომ იქ ყველა ინდივიდები ვართ და არ ყავს არავინ ვინც რაღაცისკენ მოგვიწოდებს ну ნახეთ რა მოხდა ამ მოწოდების როგორ ჩაფლავდა ეს მოწოდება და პრინციპში იცით რა არის ეს 4 ოქტომბერი რომელიც ну აი გაჟღერების წუთიდან ვიყავი ასეთი ფორმულირების წინააღმდეგი აღმოჩნდა რომ ხალხი ეს ამდენი ადამიანი იქან მისულა ასე ვთქვათ რაღაც იმაში ჩასართველად ბრძოლაში ჩასართველად ხო ეს სხვადასხვა წერტილებს შორის ძალიან დიდი ხო ანუ თითქოს ესე უნდოდა რეჟიმს გამოიყვანა რომ ეს ხალხი იმიტომ მივიდა რომ ეხლა აქ დამხობა უნდა მომხდარიყო მაგრამ აღმოჩნდა რომ იდგნენ ადამიანები მშვიდად არცად არ წასულან და იდგნენ თავისთვის ანუ ესეც არ გამოუვიდათ აი ესე ვთქვათ აგდება ну манипуляция იყო ჩემი აზრით ეს ყველაფერი მაგრამ ახალი რაღაც თვითონ პროტესტი ბადებს აი მართლა ეს მარშებიც თავისით დაიბადა რაღაც ეს ხორუმის ცეკვა რა ვიცი დროშა გორგასლის ხელში აი
მუდმივად ეს თავისით იბადება. ეს ჩანს რომ პროტესტი, ეს აჩვენებს რომ პროტესტი ცოცხალია და ეძებს რაღაც ახალ ფორმებს. თან ეს სიმბოლოები მე ძალიან მარტივად ვრცელდება. კი ბატონო და ძალიან კარგი თვითორგანიზებული ჯგუფები ყავს. მე ვიცინოდი რომ სუსი რო ეგრე მუშაობდეს როგორც ჩვენი ბავშვები მუშაობენ მაგალითად ტიტუშკების გაშიფრვაში მეგონი ძალიან ეფექტიანი იქნებოდა მათი ქმედებები და შესაძლოა ისე მუშაობდეს, თქვათ როგორც ჩვენ სწრაფად ვიგებთ, ვინ დაპატიმრეს, სად არიან, ვინ არიან ახლობლები, რა სჭირდებათ, ადვოკატის მოძებნა. ან წარმოიდგინეთ, ეს ძალიან სერიოზული ჩამოყალიბებაა საზოგადოების და მე ესე მგონია, რომ სანამ არ მომწიფდება ეს საზოგადოება უკვე რაღაც მისაღებად, აი ასე ვთქვათ, ასაღებად ხელში, აი მართვის ან ყოველ შემთხვევაში დემოკრატიული განვითარების რაღაცნაირი მიმღებლობა სანამ არ იქნება, მანამ რა ვიცი, ვიბრძოლებთ. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ასე ვთქვათ, მომწიფებელმა საზოგადოებამ შუას დემოკრატიული სახელმწიფო და ეს ჩვენ ვნახეთ 91 წლიდან მოყოლებული, რომ მარტო იდეალიზმი, მარტო რაღაც ნება და განსაკუთრებით ვთქვათ ზემოდან ქვემოთ ვერტიკალური მართვა, რაც არ უნდა კარგი რეფორმები განახორციელო, მაინც ვერ აღწევს იმ შედეგს, რაც ვთქვათ ეს თვითონ საზოგადოებაში გათვითცნობიერებული საზოგადოების არსებობა. აი მანდაც ეს ამ პროცესში რაღაცნაირად გამოწვრთობა საზოგადოების ეგ მნიშვნელოვანი ასპექტია და ასევე იმაზეც მინდა დამეკითხა, რამდენად შეიძლება რომ საერთოდ ეს ბრძოლა რაც მიმდინარეობს შემცირდეს არ დაპატარებდეს. მე ნაკლებად წარმოვიდგენია ეგ, იმიტომ რომ ეს რეპრესიები და დევნა ვისაც შეხვარი ძალიან ფართო საზოგადოება არის სტუდენტი, უმუშევარი, მასწავლებელი, ექიმი, ასაკოვანი და ახალგაზრდა, აი ნებისმიერი მოკლედ ფენის, ნებისმიერ ლოკაციაზე მცხოვრები ადამიანია და ნუ მუდმივად იზრდება და იზრდება ეს ციფრი, დაჯარიმებულების რიცხვი ხო ნუ იზრდება და იზრდება. ვინმე გატეხილი ნახეთ? ხო, გატეხილი არა ჯერჯერობით არავინ გვინახავს, იმათი არც ვნახავთ, აი როგორ გამოდიან დღეს თქვა ციხიდან თუ იზოლატორიდან ადამიანები ღიმილით, სიმღერით, როგორ ელაპარაკებიან მოსამართლეს, თითქმის ყველა ელაპარაკება რომ მე არ ვცნობ ამ კანონს, ეს არ არის კანონდარღვევა. ანუ ამ კანონების მიზანი არის დაშინება. ანუ არა ბევრი ადამიანის ციხეს ჩაყრა, არამედ დაშინება, რომ შეწყდეს პროტესტი და ნუ არ ვიცი ერთი წელია ლამის არ გამოსდით არაფრით, ხო? თავიდან როგორი ბრუტალური დარბევები მოაწყეს და ადამიანებს არ ვიცი, შემთხვევით გადარჩნენ სიკვდილს, ხო? ორი ჟურნალისტი მაგალითად, ხო? როგავა და მაგაჩიხლაძე და აბა რა შედეგი გამოიღო? არანაირი. ეგ კი არა საკომუნიკაციო მესეჯების უმეტესობაც ფეხს ვერ იკიდებს და რაღაც ეგრევე აი მაგალითად 150 ადამიანის გამო გადაკეტილი 4 მილიონი ადამიანი რო ვერ სარგებლობს მთავარი გამზირით, ეგეც ხო ცოტა კომიკურად უფრო ჟღერს ვიდრე სერიოზულად და რაღაცნაირად კომუნიკაციაში სუჭირთ. და ვერც მოდიან. მაგრამ პროცესში ალბათ რთულია იმის დანახვა, რომ რაღაცნაირად აი ამ პროცესში ვარ, შეიძლება დამღლელია და მე რაღაცნაირად გარედან შევხედო და შევაფასო რეალურად მაინც სადავარ რა. ხო საბჭოთა გამოცდილებასთან შედარებებზე როცა ვსაუბრობდით, მაგ ნაწილში მინდოდა იმის თქმა, რომ ალბათ რუსეთის ფაქტორიც ეგეთი პირდაპირი არ არის, როგორც იყო. რა თქმა უნდა. და როგორც თქვა ბელარუსშია. ხო? ნუ ბელარუსი. ანუ არ არსებობს დიქტატურა ეკონომიკური რესურსის გარეშე. ეგეთი დიქტატურა არ არსებობს. ხო,
ხო. და ეს ამ დამოუკიდებლობამ მოიტანა, მოკლედ აი ამ რუსეთის ფაქტორი მე მესმის, რომ პირდაპირ ინტერესები საქართველოში აქვს, მაგრამ პირდაპირ აქ ვერ არის რა, მაინც რაღაცნაირად ამის გავდა და ეხლა არც თალია. ეხლა ჩვენთვის აი საქართველოსთვის არის ყველაზე უფრო ესეთი პერიოდი, არასდროს არ გქონია ესე რომ ევროპა გვერდში გვიდგას და რუსეთი ომშია ჩათრეული თვითონ ჩაიტრია თავი, მაგრამ ჩაფლული, ასე უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ და არც თალია, იმიტომ რომ ნახეთ რომ ისე გაიქცა სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, რა ვიცი, სირია, რომ ვერაფერს ვერ შვება. ძნელია და საბჭოთა აზროვნება რაში ისევ არის ჩემის აზრით, აი ფესვგამდგარი. ადამიანებისთვის ძნელია დაჯერება, რომ რუსეთი დასუსტდა, რომ რუსეთს შეიძლება მოერიო. ასევე ძნელად იჯერებენ, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ვიდრე რეჟიმი და გაუთავებლად იძახიან რომ აი ეს ახლა გათვალეს, ახლა ეს შეცვალეს, იმიტომ ცვლიან ამ მეთოდებს რომ არ გაზდით. ჩვენ მივიყვანეთ თქვათ მაგ მდგომარეობამდე. აი ახლა რატო არ გვარბევენ, ვერ გვარბევენ, ვერ აი სადეს ერთი დღე, მეორე დღეს მიიღეს მეტი ხალხი. ამიტომ ისინი იქცევიან როგორც აი დანაღმულ ველზე რო დადიან და აი ფეხა კრეფით რომ აი მართლა ნაღმზეს ხედან, იმიტომ რომ არავინ არ იცის როდის აფეთქდებიან და თვითონაც არ იციან ეს. ისინი დღეს ბევრად უფრო სუსტები არიან, ვიდრე იყვნენ ამ თქვათ დასაწყისში 28 ნოემბერს, ხო? ბევრად უფრო სუსტები არიან და ეს ყველაფერში ჩანს. გამოდიან რაღაც კანონს იღებენ, ხვალიდან ვერ გადაკეტავთ, სამჯერ თქვა კობახიძემ, რომ ვერ გადაკეტავთ და ჩვენ მაინც გადავკეტეთ და რა შვება? ვერ დაგხრეთ. ხო, პრინციპში ეს კანონებიც ფეხს ვერ იკიდებს, რომელსაც ელვისის სწრაფით იღებენ და მუდმივად აბა რომელი კანონია მოქმედეს? ერთადერთი მათ ხელში არის სასამართლო და ციხე და ახლა ვხედავთ, რომ სასამართლოც, როდესაც რეჟიმი უკვე ძალას ვეღარ ასხივებს, ის მოსამართლეების მიზიდულობის ძალას კარგავს. მიზიდულობის ძალასაც და ფიქრობს ხალხო რომ ესენი არ იყო მე რა საწავიდე, ხო? მანდაც შესუსტდა და არ ვიცი, ვნახოთ, ჩვენ ვიბრძვით და ვიბრძვით ბოლომდე, ეგ ნამდვილად ვიცი. აი საბჭოთა კავშირის დასრულების მერე რაღაცნაირად საქართველოში არ მომხდარა ეგეთი რამ, რომ რაღაცნაირად საბჭოთა მოხელეები ვინც იყვნენ და საბჭოთა საქმეს ვინც აკეთებდნენ, მერე მაგათი საქმიანობა სააშკაროზე გამოტანილიყო და რამდენად რისკი, რამდენად არსებობს, რომ ქართული ოცნების დასრულების შემდეგ, რაც იმედია რომ მალე იქნება, იგივე გზაზე წავიდეთ და იგივე წრეზე დავტრიალდეთ, როცა ის მოხელეები, ვინც ქმნიდა ჯერ საბჭოთა კავშირს და ეხლა უკვე პრინციპში ქართულ ოცნებას. კი ბატონო, ეს გადაბმულია ამ რეპუტაციის ცნებასთან, რაც საქართველოში მოშლილი იყო საბჭოთა დროს, იმიტომ რომ საბჭოთა ადამიანი იყო მორალურად გახსნილი ადამიანი. მისთვის ქურდობა, მისთვის რაღაც აი სიცრუის თქმა, თქვა სიტყვის გატეხა, თაღლითობა, რაღაც ჩალიჩი, ეს იყო ასე თქვათ ხოტბა შესხმული არა, მაგრამ მისაღები. ყოველ შემთხვევაში ყველა მიცოდა, რომ ყველა რაღაცას მაიმუნობდა, ხო? ამან დაასუსტა ეს რეპუტაციული ცნება, რეპუტაციის ცნება და ჩვენ მუდმივად ხედავთ, რომ აი პოლიტიკური გვამები რეინკარნაცია მუდმივად ხდება. ხა დღეს აგერ ირინა სარიშვილიც გვევლინება რაღაც ჭკუის მასწავლებლად და თვითონ რო არა აქვთ ეს უხერხულობა, რომ თქვათ რაღაც ჭდილში გავიდნენ, საზოგადოებას იგივე გახარია, როგორ მიიღო და ჩაიხუტა, თქვათ, ჩაიხუტა არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიზილა ოპოზიციამ. ეს უნდა მორჩეს პირველ რიგში, მე მგონია, რომ ამისთვის სოციალური, ასე თქვათ, სანიტარული დერეფანი
უნდა გაკეთდეს, აი მაგალითად ხელი არ ჩამოართვა. ანუ უბრალო კოცებზე არ ლაპარაკობ, მე ვამბობ, აი თქვენ რასაც ლაპარაკობთ. ისინი უნდა გრძნობდნენ დისკომფორტს და მართალი რო გითხრათ, ასეთი დანაშაულები, რაც მათ ჩაიდინეს, ალბათ საბჭოთა რეჟიმის მერე არავის არ ჩაუდენია, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის პირველი პერიოდი ძალიან ესეთი მძიმე იყო, მაინც ვერ შევადარებ. აი მართლა ყოველგვარ ზღვარს არიან გადასულები და ეხლა არ ვიცი, საბჭოთა დროს პირვადისთვის ვიღაცის დაჭერა ცოტა კომიკური იქნებოდა. ხო, ცარიელი ფურცლებიც ვნახეთ პირბადაც. ხო, აი ეს რაღაც ძალიან მძიმე მსგავსი ფორმა ვნახეთ. აი უახლოესი მოლოდინები რა გაქვთ? ესეთი ზამთარი, რომელიც ალბათ ქუჩაში გაივლის. თუ არ გაქვთ, თუ დღიდან დღემდე მიდიხართ და მიყვებით ამ პროცესს. ხო, მე ვინაიდან არც პოლიტიკოსი ვარ და ასე ვთქვათ, ჩვენი პოლიტიკური კლასიც ახლა არ წინავს და ნახევარზე მეტი კიდე ციხეშია. ასე ვთქვათ, გამოთიშულია პროცესებს. მე მაგ ხრივ რაღაც მოლოდინები დიდი არ მაქვს, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ეს ხო რაღაცნაირ პოლიტიკური მით უნდა დაგვირგვინდეს, ხო? ანუ პოლიტიკური პროცესი უნდა წავიდეს, არა? აი მან ცოტა, რა ვიცი, აი ქართველებს რო უყვარს რაცხა იქნება, დაახლოებით მაგ იმასში ვართ, ხო? ყველა რომ პირველი ამოცანა არის ამათი გატეხვა. ჩემთვის ესე არის, რომ ესენი გატყდნენ და მიხვდნენ, რომ საზოგადოებასთან ბრძოლა არ გასდით არანაირად. და მე არ ვიცი, იმედი მაქვს, რომ აი ამ ჰორიზონტალურმა ურთიერთობებმა რაღაცნაირი გამოცდილება მაიჩვა, რომ პოლიტიკური კლასიც მეტად იქნება დამყოლი საზოგადოების მოთხოვნების მიმართ და აი ეს ცქერა რაღაც ზემოდან ქვემოთ ეს რაღაცნაირად ნელ-ნელა მოიშლება. პროცესია უნდა განვითარდეთ, ხო? და ეხლა ჩვენ გვინდა ძალიან მალე, მაგრამ ეგრე სურვილი და რეალობა სხვადასხვა. მთავარი არის, რომ ჩვენ არ დავნებდეთ და აი რომ მოვაცილოთ პროტესტი, აი ამ პროცესს, ხო? წარმოიდგინეთ, თქვენ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა თუ პროტესტი არ გაგრძელდებოდა. არც ერთი ის დათმობა, რაც ხელისუფლების მხრიდან ძალიან ცოტაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა სამი პატიმარი, აი მეოთხე პატიმარი გამოუშვეს, თქვათ, ნაკლები მიუსაჯეს ადამიანებს, თქვათ, რაღაცებს ვერ აღასრულებენ იგივე ამ თავის ფარას და ეს ყველაფერი და დილეგიტიმიზაცია. ანუ მათ აღიარებდა ბოლო-ბოლო მსოფლიო, ხო? ანუ თუ ამას მოვაცილებთ, ეს შედეგები გაქრება. ხო, ფაქტობრივად დამხმარეები გამოდევართ ავტორიტარიზმის გაფორმების. პრინციპში სულ ეგ იყო. მე მის თქმა უნდა დამატება თუ კიდევ საუბრის ბაბას გესმენთ თუ არა და შეგვიძლია დავუსრულოთ. მადლობა თქვენ და მადლობა 64-ს მომდევნო ეპიზოდამდე.